გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. მიხარია რომ ყოველი ვიდეოს შემდეგ არხის გამომწერების რაოდენობა მატულობს, იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. აქვე ტრადიციულად მოგიკითხავთ ყველა გამომწერს, მათ ვინც ხშირად მიბრუნდებით და უყურებთ ჩემს ვიდეოებს, იმედი მაქვს რომ ყველანი ძალიან კარგად ხართ. ტრადიციული სალამი ახლებს, ვინც ახლა აღმოაჩინეთ ეს არხი, პირველად უყურებთ შესაძლოა ჩემს ვიდეოს, პირველად მხედავთ. გამიხარდება თუ მოგეწონებათ, თუ ასე იქნება დაალაიქეთ არ დაგეზაროთ და გამოიწერეთ არხი იმისთვის, რომ მომდევნო ჯერზეც მიიღოთ ინფორმაცია ისეთ ფორმატში, როგორშიც მე გთავაზობთ ამას, ანუ გიყვებით ფაქტების შესახებ და გთავაზობთ ასევე მიმოხილვას შეფასებებს ნაწილობრივ და გიყვებით ტენდენციებზე, გიყვებით როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი. პროგნოზებს ვაკეთებთ ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ ძირითად გარემოებებზე დაყრდნობით გთავაზობთ მსჯელობას და ასევე გიწევთ თქვენც რომ ჩაერთოთ ამ მსჯელობაში და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოკლედ, დღესაც ვსაუბრობ ირანის საკითხზე. დღეს არის 12 მარტი, უკვე 2 კვირა შესრულდება მას შემდეგ, რაც დაიწყო ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მონაწილეობით. ისინი ტემპს არ აგდებენ, აი ახლაც დღეს ამ წუთებშიც, როცა მე ამ ვიდეოს ვწერ, ინტენსიური შეტევები მიმდინარეობს ირანის სხვადასხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო თუ ძალოვანი უწყებების ობიექტებზე და ამ ყველაფერს მათ შორის სულ ახალ ვიდეო მასალებსაც მე თქვენ გაჩვენებთ თუ რა ხდება ახლა ირანში. თუმცა სასაუბრო კიდევ ბევრი არის ირანის მომავალთან მიმართებით და ამ ვიდეოში სწორედ ამაზე მექნება აქცენტი. მოკლედ ოპერაცია გრძელდება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ტრამპმა გააკეთა უკვე განცხადება წინა ჩემი ვიდეო, სწორედ ამას ეხებოდა იმ ბრიფინგს, სადაც მან თქვა რომ ოპერაცია ძალიან მალე დასრულდება. ჯერჯერობით საქმეში ეს არ გამოვლენილა, მაგრამ ისაც ცხადია, რომ ეს ვერ გაგრძელდება და არ გაგრძელდება უსასრულოდ იმ კრიზისების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება იგივე ნავთობის ფასს, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას და ასე შემდეგ. საქმე მალე უნდა მომთავრდეს. ახლა მთავარი კითხვა არის ერთი ის თუ რამდენი სამხედრო ობიექტი არის და სტრატეგიული ობიექტი ჩამონათვალში, რომელიც უნდა დაიბომბოს და რამდენი ხანი დაჭირდება ამას და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ყველასთვის არის ის თუ რა ხდება ამის შემდეგ. გახდება თუ არა საკმარისი ის რომ სამხედრო ობიექტები დაიბომბა და დაიბომბება თუნდაც მომდევნო დღეების განმავლობაში. იქნება თუ არა ეს საკმარისი საფუძველი რეჟიმის ცვლილების, რომელსაც თავის მხრივ უკვე აღარ ყავს აიათოლა ალი ხამენეის სათავეში, ის ლიკვიდირებულია. ვიცით რომ ბევრი სამხედრო მაღალჩინოსანი თუ პოლიტიკური მაღალჩინოსანი ლიკვიდირებულია და მათი სია კვლავ გრძელდება, დღესაც მექნება გარკვეულ სიახლეებზე ამ მხრივ საუბარი, მაგრამ რეჟიმი მაინც ინარჩუნებს მართვის სადავეებს, ესაც ფაქტია. მათ წარადგინეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, პრინციპში ფიზიკურად არ ყოფილა მისი წარდგენა, მაგრამ დაასახელეს ახალი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი. ეს ცალკე საკითხია, რომ ეს დიდი ქილიკის საგანია მთელ მსოფლიოში, რომ ამ წარდგენის ღონისძიებაზე ის კარდონის ფიგურაზე გამოსახული ფოტოთი იყო მხოლოდ წარმოდგენილი. არ იყო არც ვიდეო მიმართვა, არც რაიმე ხმოვანი შეტყობინება თუნდაც, რაც პრაქტიკულად შესაძლებელი იყო. გასაგებია რომ ისინი ასახელებენ რომ თითქოს ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე კეთდება, მაგრამ მეორე საკითხია რომ ამ უსაფრთხოების გათვალისწინებით მაინც შესაძლებელი იყო თუნდაც ვიდეო მიმართვის ჩაწერა, მაგრამ არც ეს არ მომხდარა. აქედან გამომდინარე ბევრი დისკუსია მიდის ახლა და ეჭვები არის ამის შესახებ, საერთოდაც არის თუ არა ის ცოცხალი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გარკვეული ინფორმაცია არსებობს, მათ შორის ოფიციალურ დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ ის არის დაჭრილი იმ დარტყმის შედეგად, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიტანა ისრაელის საჰაერო ძალებმა მის განთავსების ადგილზე, ერთ-ერთ ბუნკერზე. ამის შემდეგ კვალი იკარგება მხოლოდ ფოტოებით, ვიცით, მოჯთაბა ხამენეის შესახებ. კარგით, ეს საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. ამ ამბავს დაუბრუნდები და მათ შორის იმ ეპიკურ კადრებსაც გაჩვენებთ, როცა ეს წარდგენა მოხდა. დაუბრუნდეთ ახლა მთავარ საკითხს, რა ხდება აი ამ სამხედრო ოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შემდეგ. და სახეზეა უკვე რომ ფსონი კეთდება
კვლავ ხალხის ქუჩაში გამოსვლაზე. იყო სხვადასხვა ვერსიები, იქ სახმელეთო ოპერაციის დაწყება და ასე შემდეგ ამ ბევრ ვერსიას მოუსინჯეს, ასე ვთქვათ, ნიადაგი, მაგრამ იგივე სახმელეთო ოპერაციის დაწყება, იგივე ქურთების მონაწილეობით და სხვა მსგავსი ვერსიები აღარ არის აქტუალური ამ დროისთვის და ბევრი გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ახლო მომავალში უკვე უნდა ველოდოთ კვლავ ქუჩაში ხალხის გამოსვლას. ამაზე მიანიშნებს როგორც ოფიციალური განცხადებები სხვადასხვა მხრიდან, მთავარი ოპოზიციური ფიგურა რეზა ფეჰლევი ამ მხრივ უნდა გამოვარჩიოთ ბენიამინ ნეთანიაჰუ, უნდა გამოვარჩიოთ ისრაელის სხვა პოლიტიკური მაღალჩინოსნები და მოქმედებებიც პრინციპში ველზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ახლო მომავალში იქნება დემონსტრაციების ახალი ტალღა. თუმცა ამ შემთხვევაში გარემოებები ბევრად განსხვავებული არის პროტესტისთვის, ვიდრე ეს იყო თუნდაც იანვრის თვეში. მაშინ, როდესაც რეჟიმი იყო ძლიერი, მას არ ჰქონდა არანაირი ფიზიკური ზიანი მიღებული, მაშინ, როდესაც რეგიონში არ იყო განთავსებული ამერიკული ფლოტი და ავიაცია და არც ისრაელის ავიაგამანადგურებლები დაფრინავდნენ და დრონები დაფრინავდნენ ირანის ქალაქების თავზე, მაშინ როდესაც სრული ბლეკაუთი მოაწყო ირანის რეჟიმმა, მათ გათიშეს სატელეფონო კომუნიკაციები, გათიშეს ინტერნეტის ზეწვდომა, ნადირობდნენ მათ შორის Starlink-ის გადამცემებზე, რომელიც ხალხს ჰქონდა და აი ამ ფონზე უბრალოდ მიზანში ამოიღეს ხალხი და დამიზნებით მათ შორის სნაიპერული შაშხანებიდან ესროდნენ მათ. ახლა არის აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. რეჟიმი მნიშვნელოვნად დასუსტებულია, მათი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მათი სამეთაურო რგოლის პირველი და მეორე შრე მინიმუმ არის განადგურებული, ამას როგორც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირწმუნება და ეს ფაქტებითაც ვიცით პრინციპში. გარდა ამისა, რეგიონში რჩება სამხედრო ძალა და დარჩება იმ შემთხვევაშიც თუ დასრულდება ძირითადი ფაზა ამ სამხედრო ოპერაციის და ისინი მინიმუმ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების მისიით, ასე ვთქვათ, შენარჩუნდებიან იმავე რესურსებით, რაც მობილიზებული არის ამ დროისთვის და ისინი ხელს შეუწყობენ იმას, რომ პროტესტი გაცილებით უსაფრთხო იყოს ხალხისთვის, ვიდრე ეს იყო მანამდე. ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში, რომ ხალხს ექნება ზურგი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან უსაფრთხოების ნაწილში, ეს ვარაუდების დონეს უკვე გაცდა, უკვე გადაიდგა, თუნდაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ამის ნიშნები გამოჩნდა, რომ არის კონკრეტული ნაბიჯები ნიადაგის მოსამზადებლად და იმის დემონსტრირებისთვის, რომ ხალხს არ დატოვებენ შეიარაღებული IRGC-ის ისლამური რევოლუციის ქუშაქთა კორპუსის თუ ბასიჯის კორპუსის ძალოვანების წინაშე, რომლებიც მანამდე პირდაპირ ასე უიარაღო ხალხს ესროდნენ ქუჩაში. IRGC-ის შტაბ-ბინების ნგრევის, მათი დაბომბვის შემდეგ ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ უკვე დაიწყო პატარ-პატარა ჯგუფებზე ნადირობა, რომლებიც ქუჩაში ხალხის დასაშინებლად გამოდიან. რა თქმა უნდა, ირანის რეჟიმი გრძნობს საფრთხეს, რა შეიძლება მოხდეს ხელახალი ტალღის დაწყების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ ამის პოტენციალი არსებობს. მით უმეტეს იმ ფონზე, რაც უკვე გააკეთეს მათ და ამდენი მსხვერპლი გამოიწვიეს, სულ ცოტა ხნის წინ, სულ რაღაც იანვრის თვეში მოხდა ეს ყველაფერი. ისინიც იღებენ უკვე წინასწარ ზომებს და ამას უკავშირდება იმას, რომ თუნდაც აი ამ კრიზისის და კოლაფსის ფონზე რის ქვეშაც ისინი არიან, რომ ყოველდღიურად იბომბება მათი განყოფილებები, მათი სამეთაურო პუნქტები და ასე შემდეგ, ახერხებენ გარკვეულ ძალებს მოუყარონ თავი და გაიყვანონ ქუჩაში მოტოციკლებით, მაგალითად მოაწყონეს კოლონები, რომ ხალხმა დაინახოს, რომ რეჟიმს ჯერ კიდევ აქვს ძალა და არ გაბედონ გარეთ გამოსვლა. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს პროპაგანდა, პირდაპირ ტელეწამყვანები ირანის მედიის ხალხს ემუქრებიან, რომ ისინი სამიზნესში აღმოჩნდებიან იმ შემთხვევაში, თუ განწყობებს გამოხატავენ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ავიადარტყმების მიმართ, თუნდაც სურում თავი დავანებოთ პროტესტს. გარდა ამისა, პირდაპირ ბრძანებები გასცეს მაღალჩინოსნება, რომ ესროლონ ისეთებს, ვინც მსგავს ემოციას გამოხატავს ქუჩაში და არა მხოლოდ ქუჩაში. ახლა ამ ყველაფერს დაემატა ისაც, რომ ქუჩებში დაიწყეს ბლოკპოსტების მოწყობა, იგივე თეირანში დაიწყეს
დაიწყეს ასეთი ბლოგპოსტების მოწყობა, სადაც ყველა გამომვლელს მანქანებს აჩერებენ, ამოწმებენ და იარაღსაც უმიზნებენ რიგ შემთხვევაში. ასეთ კადრებსაც გაჩვენებთ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც თქვი ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისთვის და გასულ ღამეს, ანუ 11 მარტს დაფიქსირდა 10-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც ასეთი ჩეკპოინტები, ასეთი ბლოგპოსტები დრონების გამოყენებით დაბომბეს. ეს არის ერთ-ერთი ვიდეო მასალა, რომელიც სწორედ ასეთ დარტყმას ასახავს. დააკვირდით, აი აქ არიან ძალოვანები, რომლებიც მოწყობილ ბლოგპოსტზე არიან გაჩერებული, ნაწილი მანქანებიდან გადმოსული და ამ დროს ბუმ, აი ესეთი დრონით იერიში, რასაც ბევრი მათგანი ალბათ ვინც აქ იყო შეეწირა, ან მნიშვნელოვნად დაზიანდა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი, კიდევ გვაქვს სხვა მასალები. მოსახლეობა თეირანში თუ სხვა ქალაქებში იღებს მათ შორის ასეთ ვიდეო კადრებს, სადაც სახლიდან გარეთ გახედვის ეშინიათ, მაგრამ ხმა ისმის ამ კადრებში. აი, ახლავე მოისმენთ ამ ხმას. ეს დრონების ხმა, მანამდე თუ მხოლოდ მოცემულობა იყო ასეთი, რომ ავიაგამანადგურებლები დაფრინავდნენ ირანის საჰაერო სივრცეში, ახლა უკვე გამოჩნდა ეს კამიკაძე დრონებიც, რომელიც სწორედ ბასიჯების და IRGC-ის ძალოვანების წინააღმდეგ პატრულირებენ, ასე ვთქვათ, და თავის მხრივ თუ ისინი ცდილობენ ხალხის დატერორებას, ახლა მათ სწორედ ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების დრონები დაატერორებენ. შემდეგი მასალა, რომელიც ასევე ასახავს ერთ-ერთ ასეთ იერიშს, არის აი აქ. ოდნავ მოშორებით არის კადრი გადაღებული, მაგრამ ჩანს უკვე აფეთქების შემდგომი მომენტი. აქაც როგორც ჩანს, იყო ძლიერი დარტყმა. ნუ რაც თავარი აქ თვითმხილველი აღწერს სიტუაციას და ამბობს აქ, რომ იერიში მიტანილი იქნა IRGC-ის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე. ნუ ეს ვიდეო უკვე გაჩვენეთ. აქ გვაქვს კიდევ ერთი ასეთი ამბავი, რომ დრონით იერიში მიიტანეს კონკრეტულ სამიზნეზე. ამ ვიდეოს აღწერაში ასეთი რამ არის ნათქვამი, რომ ეს იყო გამიზნული ლიკვიდაციის ოპერაცია, როგორც ჩანს, რომელიღაც მაღალჩინოსანი გადაადგილდებოდა მანქანით ერთ-ერთ გზატკეცილზე და ამ დროს დაეჯახა მანქანას დრონი და სახანძრო ჯგუფების ადგილზე მისვლამდე ის სრულად განადგურდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ ვინ იყო აი ამ კონკრეტული იერიშის სამიზნე. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ამ თემაზე საუბრობს უკვე ძალიან აქტიურად ირანული ოპოზიციური მედია. ეს არის Iran International-ი. ამ მოკლე ვიდეოში გაერთიანებული არის განცხადებები, სადაც ჩანს მუქარა, მათ შორის საგულისხმოა, რომ ეს უკვე ახალი ლეველია, ასე ვთქვათ, ტელეწამყვანები არიან, ვინც პირდაპირ იმუქრებიან, ანუ პროპაგანდის სიგიჟე სადამდე შეიძლება მივიდეს, ეს კიდევ ახალი მიღწევა არის ამ მხრივ, ტელეწამყვანები პირდაპირ ემუქრებიან ხალხს, რომ თქვენ გახდებით სამიზნე და ახლა როდესაც ამ ვიდეოს ჩავთავ გაჩვენებთ ვიზე ვსაუბრობ. ნუ ეს ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელიც ამბობს, რომ ხალხს არ დაინდობენ თუ ისინი სიმპათიებს გამოხატავენ შტატების და ისრაელის მოქმედებების მიმართ. და ნუ ვიდეოს ბოლო ნაწილში უკვე შედეგები ჩანს, რაზეც მანამდე ვსაუბრობდი, რომ დაიწყო ჩეკპოინტების მოწყობა და ეს ჩეკპოინტები თავად არის ახლა უკვე ისრაელის და შტატების სამიზნე. აი ეს ერთ-ერთი ასეთი კადრია, რომელიღაც ძალოვანი დაშავებული გადაყავთ. აი აქ ჩანს კადრი, სადაც ხალხი გააჩერეს და ჩხრეკენ და აქ პირდაპირ აღიქმება, რომ ავტომატს უმიზნებენ მოქალაქეებს. აი ეს კი ის ტელეწამყვანი, რომელზეც გიყვებოდით. ეს არ არის რაიმე თანამდებობის პირი, ის არის უბრალოდ პროპაგანდისტული ერთ-ერთი არხის ტელეწამყვანი. ეს ვიდეო ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა მედიამ გაშიფრა ჩანაწერი და თარგმნა, სადაც პირდაპირ
იკითხება, რომ ეს ადამიანი თავისი პირველ პირში იმუქრება, ასე ვთქვათ, პირდაპირ ემუქრება ხალხს, რომ ისინი აღმოჩნდებიან სამიზნე ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის შემთხვევაში. ხო, ნუ ეს უკვე კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჰაერში არის კამიკაძე დრონები და პატრულირებენ ხალხის სწორედ ამას ყვება ამ ვიდეო მასალებში. შემდეგ აქ კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ IRGC ბასიჯების კორპუსი ყველა ესეთი საპოლიციო დანაყოფი ახლა გადაყვანილი ყავთ საგანგებო რეჟიმზე, რამდენადაც ამას ახერხებენ და სხვადასხვა ქალაქებში შეიმჩნევა ესეთი კოლონების გადაადგილება დროშებით დემონსტრაციულად იმისთვის, რომ წინასწარ მოახდინონ პრევენცია საპროტესტო განწყობების ფონზე. შემდეგ რა გვაქვს? ეს არის უკვე კლავ Iran International-ის მასალა, სადაც მსჯელობენ სტუმრებთან ერთად, ანალიტიკოსებთან ერთად, თავად ირანელი ხალხი მსჯელობს ამაზე, ირანელი ჟურნალისტები და მიმომხილველები საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეალურად ახალ ფაზაზე გადადის ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მხარდაჭერა. აი ამ ტექსტში სწორედ ამაზე არის საუბარი, მათი ოპერაცია გადადის ახალ ფაზაზე ხალხის მხარდასაჭერად და ამას უკავშირდება სწორედ დრონების გამოჩენა ჰაერში და ჩეკპოინტებზე მიტანილი იერიშები, ამას ხსნის სწორედ ეს ხალხიც. ამ მასალას მე თქვენ გაჩვენებთ სწორედ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს არ არის რაღაც ჩემი მიერ გამოტანილი და ჰაერიდან მოტანილი რაღაცა იდეები, ამ ვერსიებზე, ამ შესაძლო განვითარებაზე, ფაქტებზე დაყრდნობით თავად ირანული საზოგადოება ძალიან აქტიურად მსჯელობს და ეს ძალიან თვალში საცემი არის მათთვის და ძალიან იმედის მომცემია ის მოცემულობა, რაც არის შექმნილი და რაც თანდათან ყოველდღიურად იქმნება საქმის ბოლომდე მისაყვანად და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა სურს ირანის ძალიან ბევრ მოქალაქეს. მართალია საპირისპირო პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ხალხი დაგსაქსულია, რომ თითქოს არ არის ეს რაღაცა მასშტაბური, რეალურად მასშტაბური პროცესი და ირანის რეჟიმს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ყავს, ვიდრე პროტესტს, მაგრამ ნუ ეს ხალხი ამბობს, რომ კი ბატონო, დატკბით აი ამ მომენტით ვიდრე შეგიძლიათ ეს ილაპარაკოთ, მაგრამ მოვა ძალიან მალე დრო, როდესაც დაინახავთ საპირისპიროს, ისევე როგორც ხედავდით ამას იანვრის თვეში, როდესაც მართლაც აფეთქდა ბევრ ქალაქში ერთობლივად ძალიან მასშტაბური პროტესტი და საბოლოოდ სხვა გზა არ დარჩა რეჟიმს, რომ სასაკლაო მოაწყო მის ჩასახშობად. ახლა მთავარი ამბავი ის არის, რომ მათ ამის ძალა რეალურად არ შესწევთ. შემდეგ მხარდამჭერი გზავნილი ამ შემთხვევაში უკვე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან Israel Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს ასეთ რამეს, რომ ირანელ ხალხს შეუძლია რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ისინი ამას ვერ გააკეთებენ გარედან მხარდაჭერის გარეშე. რეჟიმის ცვლილება მხოლოდ თავად ირანელ ხალხს შეუძლია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მათ სჭირდებათ შესაბამისი პირობების შექმნა. პირობების შექმნა იმისთვის, რომ რეალურად დაუპირისპირდნენ და წინააღმდეგობა გაუწიონ რეჟიმს. აი რა არის ამ პირობების შექმნა, ეს არის სწორედ მთავარი ამბავი ახლა, რა დოზით შეიძლება დაეხმარონ მათ და რა ინსტრუმენტებით შეიძლება დაეხმარონ მათ. დრონების ჰაერში გამოჩენა შესაძლოა იყოს ნამდვილად game changer-ი, თამაშის წესების შემცვლელი, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ ამას განაპირობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ინტენსიურად იფრენენ ჰაერში დრონები,
ირანის ძალოვანი უწყებები უბრალოდ ვერ გარისკავენ ბევრი ძალოვანის ერთ სივრცეში თავმოყრას. მათ გაუჭირდებათ ცოცხალი ჯაჭვების გაკეთება, მათ გაუჭირდებათ ასეთი ჩეკპოინტების მოწყობის ორგანიზება, მათ გაუჭირდებათ კოლონებად გადაადგილდება, ეს პირდაპირ იქნება რისკი, რომ დიდი ძალების, დიდი რესურსების ერთ წერტილში განადგურება მოხდეს ძალიან მარტივად, ამიტომ დრონებით კონტროლი ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ დაშლა, მათ მოუწევთ დაგსაქსვა და ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ ხალხმა მოახერხოს მათთან უფრო ადვილად გამკლავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რაც სწორედ ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჩნდა და ამიტომაც ვსაუბრობ განსაკუთრებით ბევრს ახლა ამ ვიდეოში ამ თემაზე. გარდა ამისა, ცხადია გაგრძელდება დიდი ალბათობით ეს მიზანმიმართული ლიკვიდაციის ოპერაციები, რაც მანამდეც ხდებოდა, ეს ხდებოდა იგივე იანვრის თვეში, როდესაც პროტესტი მიმდინარეობდა და არს მალავდა იგივე მოსადი, რომ ისინი არათუ შორიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს, არამედ ხალხის გვერდით იყვნენ მაშინ უშუალოდ ველზე. ისინი მუშაობდნენ ადგილზე და მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ პროცესის მასშტაბურობას და რეჟიმის დასუსტებას, ისე როგორც მაშინ ეს იყო შესაძლებელი, მაგრამ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ახლა გაცილებით სხვანაირი სურათი არის და დიდი მასის ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში ახლა ბევრად უფრო დასუსტებულია რეჟიმი და ახლა უფრო ნაკლები ძალა აქვთ მათ წინააღმდეგობისთვის. თანამედროვლად ამას როდესაც ვამბობ, მახსენდება იანვრის თვეში არაერთი პრეცედენტი იმისა, რომ ხალხმა მოახერხა იგივე პოლიციის განყოფილებების დაკავება, ეს იყო არაერთ ქალაქში. იგივე თეირანშიც დაფიქსირდა ასეთი შემთხვევები. მათ მოახერხეს IRGC-ის შეკრების ადგილების დარბევა, იგივე მეჩეთების, რაც მაშინ გახდა სამიზნე. მე ამაზე დიდი ამბავი იყო, რომ რატომ ანგრევენ და წვავენ მეჩეთებს. პასუხი იყო ის, რომ სწორედ მეჩეთებში ხდებოდა თათბირების გამართვა ძალოვანი სტრუქტურების და იქ შექონდათ იარაღი და ასე და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო პირდაპირ სამიზნე ამ შემთხვევაში ხალხისთვის. იმის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდევ იმ პირობებში მათ ნაწილობრივ მოახერხეს რაღაც ეტაპზე მძიმე წინააღმდეგობის გაწევა და ახლა ამ პირობებში, როდესაც გარშემო ამერიკული ავიამზიდები დგას და ჰაერში მხარდაჭერა ექნებათ, ეს პროცესი უფრო და უფრო გაადვილდება. იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ახლა IRGC, ბასიჯები და სხვები გადასულები არიან სხვა ტაქტიკაზე, ჰამასის მსგავსად, მათ დაიწყეს სკოლებში შესვლა, საავადმყოფოებში შესვლა და იქ გამაგრება იმ ფონზე, რომ მუდმივად არიან სამიზნე თუ საკუთარ შტაბ-ბინებს გაეკარებიან, ან განყოფილებებს გაეკარებიან. სხვა საკითხია ეს საკითხი როგორ გადაწყდება შემდეგ იმ პირობებში, რომ ამ სკოლებში მართალია ბავშვები არ არიან და ახლა სასწავლო პროცესი არ არის, მაგრამ არის საავადმყოფოები, სადაც ისინი გამაგრდნენ და სადაც პაციენტებიც მკურნალობენ ამავდროულად. კარგით, გავაგრძელოთ. შემდეგ გვაქვს კიდევ ერთი ასეთი საინტერესო პოსტი, რომელიც პრინციპში ამავე თემის გაგრძელება არის. სოციალურ ქსელებში არსებობს ისრაელის ძალიან პოპულარული გვერდები. აი ამ პოსტს მაგალითად 126,000 ნახვა აქვს, უფრო მეტი როგორც ხედავთ, ერთი დღის წინ დადებულს. არის ძალიან პოპულარული გვერდები, რომელიც სპეციალურად არის სპარსულად, ну ეხლა მე თარგმანზე მქონდა გადაყვანილი აქ, მაგრამ ეს პოსტები იდება სპარსულ ენაზე, იმისთვის რომ ირანელ ხალხთან მიიტანონ ინფორმაცია და მიიტანონ სპეციალური გზავნილები. აი ამ პოსტში მაგალითად საუბარი არის იმაზე, რომ აიათოლა უკვე აღარ არსებობს და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ გსურთ მისი ჩანაცვლება მეორე აიათოლას მიერ. აქ ფოტოზე გამოსახულია ორი ხამენეი, როგორც ხედავთ, სიმბოლური კადრია კალაშნიკოვის ავტომატებით ხელში, უკან ფონზე კი იანვრის პროცესების დროს დაღუპული ხალხის ცხედრებია აი ამ სპეციალურ შავ ტომრებში. ცნობილი კადრია, ალბათ გემახსოვრებათ ბევრ თქვენგანს. შემდეგ ნათქვამია აქ ესეთი რამ, რომ მომდევნო დღეებში ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ შეიქმნას შესაბამისი გარემოებები იმისთვის, რომ თქვენ ხელში აიღოთ საკუთარი ბედისწერა, თქვენი
ოცნებები აუცილებლად გახდება რეალობა. აი ასეთი პოსტებს უძღვნიან ოფიციალური გვერდები ისრაელის სპარსულ ენაზე ხალხს, ირანელ ხალხს და ცდილობენ რომ მათში გაზარდონ განწყობა, ამაღლონ განწყობა და მოამზადონ ისინი გადამწყვეტი ეტაპისთვის. რადგან აიათოლებზე ვსაუბრობდით და ვაჩვენეთ, ახლა ვნახოთ ის ეპიკური კადრი, რომელიც პრინციპში დავაანონსე, ეს არის 2 დღის წინ გადაღებული მასალა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც წარადგინეს აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე მოჩთაბა ხამენეი და ეს გააკეთეს აი ამ ფორმით. შემოიტანეს მისი პორტრეტი ჩარჩოში ყვავილებით გაფორმებული და შემდეგ უკვე ეს მასა მხარდამჭერი ლოზუნგების სკანდირებით მინდა გადავახვიო თუ არის ეს კადრი რა ქვია დარბაზი სადაც ჩანს რა ეს მეჩეთში იმართებოდა ეს ღონისძიება და ხო აი საინტერესოა ისიც რომ არ არის აქ დიდი რაოდენობით ხალხი თავმოყრილი, მართალია ეს ხმაურიანი კადრებია და ერთ შეხედვით მასშტაბი იქმნება, მაგრამ არც ასეთ დახურულ ღონისძიებებზე და არც გარეთ ქუჩებში გამართულ ღონისძიებებზე, რაც მე ვნახე კადრები არ იყო რაღაც იქ დიდი მასა შეკრებილი, მით უმეტეს რომ იყო ასეთ შემთხვევების, როდესაც აი ეს ღონისძიებები იმართებოდა, ეს წარდგენის სხვადასხვა ქალაქებში გარშემო დაუბომბეს ისრაელის ჩამოუყარა იქ ბომბები, ახლოს არა თქვათ მოედნებზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი, მაგრამ ახლოს ჩამოუყარეს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ჩვენ გხედავთ, ჩვენ ვიცით რომ ანთ ხართ, ჩვენ არ გირტყავთ პირდაპირ, რომ შემდეგ არ გახდეს ეს საფუძველი, რომ თქვენ თქვათ, რომ აი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, მაგრამ ჩვენ გარშემო გიფეთქებთ ობიექტებს, მხოლოდ ეს გზავნილი იყო, აშკარად, ხო და იმას ვამბობდი, რომ არ იყო აქ რაღაც განსაკუთრებული დიდი მასის მობილიზება, თუმცა რეჟიმი კვლავ ახერხებს რომ თავის ლოიალისტებს რაღაც ნაწილს მაინც თავი მოუყაროს და პრინციპში ამ შემთხვევაში ისინი გამოიყენოს სოცხალ ფარად. სხვა არაფერი არ ქვია იმას რომ გაგანია ომის პირობებში, როცა 2 უძლიერესი ავიაცია ბომბავს ერთდროულად ქალაქებს, იქ მოედანზე ხალხი გაიყვანო და ტაში დააკრევინო ახლად არჩეული ხამენეისთვის, ხამენეი უმცროსისთვის, რომელიც ჯერ საჯაროდ არ გამოჩენილა. აი ეს კი არის უკვე პრინციპში რამდენადაც მოვიძია ინფორმაცია, ეს არ არის ავთენტური კადრი. ანუ ეს არის სწორედ აი ამ ივენთით ინსპირირებული, აი ამ მომენტით ინსპირირებული ამბავი, რომ აქ გამოიტანეს ფოტო, აი ესეთი ფორმით წარადგინეს. კიდევ ერთხელ მიმეორებ, შესაძლებელი იყო მაგალითად ვიდეო მიმართვის ჩაწერა, ხო? ეს ხო შეიძლებოდა გასაგებია, რომ თუ ეშინოდათ საჯაროდ მისი გამოჩენიც, რომ მამამისის ბედი არ გაეზიარებინა, ჩაეწერათ ვიდეო მიმართვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, საერთოდ ცოცხალია თუ არა ეს კაცი. კაცმა არ იცის, ბევრი სპეკულაცია და ბევრი ვერსია ვრცელდება ამაზე. აი ამ ფოტოს რომ დაუბრუნდეთ, მოკლედ, რამდენადაც მოვიძია ინფორმაცია, ეს არ არის ავთენტური კადრი, ეს არის AI-ის დაგენერირებული მასალა. იგივე აი ამ კაცის ქცევასაც თუ დავაკვირდებით, ეს აშკარა არის, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მგონია ახლა რეალურობა ამ კადრის, იმიტომ რომ ასე რომ ვინმეს ხამენეიზე გაეცინა ასეთ ღონისძიებაზე, როგორც ეს ტიპი იცინის, ალბათ თავი არ შერჩებოდა იმავე საღამოს. ეს არის ერთგვარი შარჟი, მაგრამ კარგად მოფიქრებული ხუმრობაა ნამდვილად, რაც ძალიან რეზონანსული გახდა და მემეებს აკეთებენ 1500 დაატარებენ ამ კარდონზე ამოჭრილ ხამენეის რეჟიმის სისუსტის დემონსტრირება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. აქ გვაქვს ჩვენ უკვე შემდეგ ფეხლების მიმართვა, რეზა ფეხლები შაჰის მემკვიდრე, რომელიც მოკლე ვიდეო მიმართვით წარდგა საზოგადოების წინაშე, ეს არის გუშინდელი მიმართვა. აქ ინგლისური ტიტრები გვაქვს ჩვენ მოცემული, სადაც რეზა ფეხლები ასეთ რამეს ამბობს, რომ ახლოვდება გადამწყვეტი ფაზა, გადამწყვეტი ეტაპი ბრძოლის. ის მოუწოდებს ხალხს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ უსაფრთხოებას, დარჩნენ სახლებში ჯერჯერობით, ამავდროულად მოუწოდებს, რომ განაგრძონ გაფიცვა, არ მივიდნენ სამსახურებში და მიმართავს ძალოვან უწყებებს. ხო, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ სახლებიდან განაგრძეთ სკანდირება, იმისთვის რომ აგრძნობინოთ რეჟიმს, რომ თქვენ აქტიურები რჩებით. ხო, ძალოვანებს მოუწოდა კიდევ ერთხელ, რომ დაყარეთ იარაღი და შეუერთდით ხალხს და
დაელოდეთ ჩემს ფინალურ გზავნილს. აი ამ ფრაზით დაასრულა ეს ძალიან მოკლე მიმართვა. დაელოდეთ ჩემს ფინალურ მოწოდებას. როგორც ჩანს, ფეხლების აი ამ კამპანიითაც ცხადი ხდება, რომ ეს ფინალური მოწოდება ძალიან ახლოს არის უკვე. კარგით, ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ, დაველოდოთ ამ ხრივ როგორ განვითარდება მოვლენები, მანამდე ვიდრე დავასრულებ ვიდეოს და დაგემშვიდობებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი კადრი ვნახოთ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უშუალოდ ოპერაცია ეპიკური რისხვის მიმდინარეობის შესახებ, თუმცა ამ ოპერაციას მეორეს მხრივ ისრაელიც ატარებს და მათი კოდური სახელწოდება არის ლომის ხრიალი, ასე დაარქვეს. ამ შემთხვევაში ეს არის ამერიკის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული კადრები და ინფორმაცია. ვნახოთ ეს პატარა კოლაჟი, სადაც მათი მოქმედებები ჩანს, მუშაობა ჩანს, ავიამზიდებზე გადაღებული მასალებია და ფრენის კადრები არის, როგორც თავში ვთქვი, ისინი ტემპს არ აგდებენ და ძალიან აქტიურად გრძელდება ახლაც იერიშები და ცოტა ხანში გაჩვენებთ შესაბამის კადრებსაც თუ სად და რას დაარტყეს, მოკლედ გავივლი ამ ნაწილს, ხო, აქ ძალიან ეფექტური კადრების კოლაჟი გვაქვს ცენტკომის მხრიდან შემოთავაზებული, აქ არის ერთ-ერთი ბოლო მასალა, სადაც ობიექტების განადგურება, მათ შორის ავიაციაზე მიტანილი იერიშები, ირანის სხვადასხვა ქალაქებში განადგურებული თვითმფრინავები. აქ მინდა რომ თქვენი ყურადღება შევაჩერო სიზუსტეზე და აგვირდით. ერთ შემთხვევაშიც პირდაპირ ფრთებს შორის ცენტრში მოხდა უზუსტესი დარტყმა, მეორე შემთხვევაშიც აბსოლუტურად იგივე. შეხედეთ. ძალიან ზუსტად მუშაობს შტატების ავიაცია, ფაქტია, აი დაშვების მომენტი ჩანს, ნახეთ, ხო? აი ეს ჭურვი პირდაპირ ცენტრში ეცემა ამ შემთხვევაშიც თვითმფრინავსაც. მოკლედ, ავიაცია გაუნადგურეს, ფლოტის განადგურებაზე ძალიან ბევრი საუბარია. ეს არის უშუალოდ რაკეტების გამშვებები, რომლებსაც ანადგურებენ პოზიციებზე გამოყვანის შემდეგ, მათ შორის იმ მომენტში, როდესაც უკვე გასაშვებად არის ეს რაკეტები გამზადებული და აი აქ სწორედ ეს ჩანს ვერტიკალურ მდგომარეობაში ესე აღმართული იყო რაკეტა და მაგ მომენტში დაარტყეს. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. კიდევ რა გვაქვს აქ? და ფლოტი არ უნდა დაგვავიწყდეს აუცილებლად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე. ამ ხრივ ბოლო პროცესში ჩვენ ნახეთ, რომ მას შემდეგ რაც დიდი გემები გაუნადგურეს ირანის სამხედრო ძალების ფლოტს, მას შემდეგ აი ესეთი ტიპის პატარა კატერებით დაიწყეს იგივე ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსება და ახლა შესაბამისად ეს არის ახალი აქცენტი ამერიკის ავიაციის და არა მხოლოდ ამერიკის ავიაციის მხრიდან, ისინი ბომბავენ ესეთ კატერებს, სადაც იარაღის განთავსება ხდება და საფრთხეს წარმოადგენენ ისინი უკვე კომერციული გემებისთვის, ტანკერებისთვის, რომლებიც ყურეში გადაადგილდებიან. ამ საკითხის კომენტირებისაც ამერიკული მხრიდან ესეთი რეპლიკაც იყო, რომ ჩვენ მათ ახლა ისეთ რეჟიმში ურტყავთ დაახლოებით, როგორც ნარკოკარტელების კატარღებსო, ვიცით ეს პროცესიც ხო, დიდი ხანია უკვე დაწყებული აქვთ ამერიკელებს. ეს ვიდეოც ფლოტის შესაძლებლობების, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი შესაძლებლობების განეიტრალებას ასახავს. და ასეთი ალბათ კიდევ ბევრი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში. ყურის უსაფრთხოება ახლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, იქ გემების გადაადგილების უსაფრთხოება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამ პროცესში, როგორც ცნობილია, ჩაერთვება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ერთად საფრანგეთიც მალე. დამატებით გაგზავნილი არის ფრანგული ავიამზიდი შარლ დე გოლის სახელობის, რომელიც ალბათ უკვე უახლოეს დღეებში განთავსდება რეგიონში. რადგან საუბრობთ იერიშებზე, ეს კადრი აუცილებლად უნდა ნახოთ, ეს არის ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მასალა. დღევანდელი დღით არის დათარიღებული, დღეს დილით გადაღებული დიდი ალბათობით უზარმაზარი აფეთქების ამსახველი, სადაც აღწერაში საუბარია და დიდი აღწერაც არ ჭირდება ამას, რომ მინიმუმ 1 ტონიანი ბომბი ჩამოაგდეს ამ შემთხვევაში ამ ადგილას, სადაც ეს შემდეგ უკვე უზარმაზარი სოკოს ფორმის აფეთქება ვნახეთ. აქვე ნათქვამი იყო, რომ სამიზნეს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ქალაქ
ყუმში მდებარე ერთ-ერთი საწყობი. შეერაღების საწყობი, შესაძლოა ეს იყოს სულაც რაკეტების განთავსების ადგილი. შემდეგ რა გვაქვს? ეს უკვე არის აჰვაზი, ირანის ტერიტორია და რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ბასიჯის კორპუსის ერთ-ერთი შტაბი, რომელიც აღარ არსებობს. და მომენტ შეგვიძლია ვთქვათ ამ კადრების ნახვის შემდეგ ესაც არის ძალიან ახალი ინფორმაცია პრინციპში. საათნახევრის წინ არის დადებული, სადღაც საღამოს 6 საათია, როცა ამ ვიდეოს წერდა. 5:30-ზე ეს ვიდეო გავრცელებული. ნახეთ, ჯოჯოხეთური დეტონაცია ამ შემთხვევაშიც ბასიჯებს გაუნადგურეს ალბათ რაიმე შეიარაღების საწყობი ან რაღაც ეგეთი. შემდეგ აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს უკვე შირაზის საჰაერო ძალების ბაზა, რომელსაც ასევე დაარტყეს. ეს არის ამ შემთხვევაში 11 მარტის მასალა. თუმცა მასშტაბური აფეთქება იყო და დიდი ამბავი აქაც და ამიტომ ეს კადრების გადავწყვიტე, რომ ეს ჩვენებინა თქვენთვის. ერთ სიტყვით ტემპი არ ვარდება, როგორც ხედავთ. და საკმაოდ დიდი ზიანს იწვევს ეს ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ, ათეულობით მსგავსი ობიექტის დაბომბვა ხდება. ეს არის მაგალითად ძალიან კარგი ილუსტრაცია ამ დამანგრეველი ძალის და ეფექტის, რაც მოაქვს ამ ავიადარტყმებს. აქ არის ნაჩვენები ერთ-ერთი სამხედრო მიწისქვეშა ობიექტი, ტელეღან 2 ასეთი დასახელების. თეირანთან ახლოს მთიან ზონაში არსებული კომპლექსია. ასეთი სურათია, სატელიტური 3 ფოტო გვაქვს ამ შემთხვევაში. პირველ შემთხვევაში მარცხნივ ხედავთ თქვენ, როგორი იყო თავიდან, შემდეგ როგორ შენიღბეს ის, რომ ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო, ეს მიწის ფენა არის დაყრილი მაღლიდან და ბოლოს უკვე არის სულ ბოლო მასალა, სადაც ჩანს დარტყმების შედეგი. 3 დიდი ხვრელი ამ სამხედრო ობიექტის თავზე და აქ აღწერაში საუბარია იმაზე, რომ ამერიკული ბომბდამშენის ბიორის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენიდან ჩამოყრილი ეს მოპების შედეგი არის ეს სამივე ნახრეტი, ან ტონიანი ბომბების, ბუნკერგამტანი ბომბების, რომლითაც გასულ ზაფხულს დაბომბეს სწორედ ბირთვული ობიექტებიც ირანის ტერიტორიაზე. მინდა აქაც ხაზი გაუსვა სიზუსტეს, წარმოიდგინეთ, რომ რამხელა სიზუსტეა ამ შემთხვევაშიც ეს 3 ერთმანეთის გასწვრივ, თანაბარი დაშორებით, წერტილოვანი დარტყმა, ამხელა სიმაღლიდან ხდება ამ ბომბების ჩამოყრა და უზუსტესი დარტყმები, რომელიც არის გამანადგურებელი. ამ ბომბებს შეუძლია 2 მეტრზე მეტი სისქის რკინა-ბეტონის დამცავი ფენის, ანუ ამ ბუნკერის დამცავი ფენების გახრეტა და შემდეგ უკვე, როდესაც საბოლოოდ ჩერდება და ჩადის სიღრმეში, იქ ხდება მისი დეტონირება და ანადგურებს ყველაფერს. შემდეგ რა გვაქვს საინტერესო, ხო, როგორც თქვით, გრძელდება ნადირობა სამხედრო და პოლიტიკურ მაღალჩინოსნებზე და ამ შემთხვევაში ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მიტანილ იერიშზე ვსაუბრობთ, რომელსაც ემსხვერპლა დარიუშ სოლეიმანი, ასეთი ქალაქ თაბრისში საჰაერო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად განადგურებული არის ამ საჰაერო ბაზის ხელმძღვანელი. ეს უკვე არის IRGC-ის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის პროპაგანდისტული არხებით გავრცელებული ვიდეო, სადაც ისინი აჩვენებენ კადრებს, რომ კვლავაც აქვთ შესაძლებლობები, რომ ისროლონ რაკეტები. ეს არავისთვის არ არის საიდუმლო, კვლავ ისინი უშვებენ ბალისტიკურ რაკეტებს სხვადასხვა მიმართულებით თავის სამეზობლოში, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირველ დღეებთან შედარებით, სადაც პირობითად ზოგ შემთხვევაში 300-ზე მეტ რაკეტას უშვებდნენ. ახლა რამდენიმე ერთეულს ან მაქსიმუმ 40-45-ია, ეს არის მაქსიმუმი, რაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ყოველდღიურ სტატისტიკაში ჩანს ხოლმე გაშვებული რაკეტების თუ დრონების, მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ ნარჩუნდება და ამით აიხსნება სწორედ ის, რომ არ წყდება საპასუხო იერიშები
კავშირები. აქ საინტერესო ამბავი არის, რომელიც უკავშირდება სპარსეთის ყურეს, გასულ ღამით გადაღებული მასალა. ერთ-ერთი ამერიკულ კომპანიასთან დაკავშირებული ნავთობ ტანკერი ამოიღეს სამიზნეში და დარტყმა განხორციელდა დიდი ალბათობით ირანული დრონის მეშვეობით ახლო მანძილიდან გადაღებული კადრებია, რომელიც ტანკერზე დარტყმას ასახავს. გემების უსაფრთხოება კვლავ არ არის რა თქმა უნდა დაცული. ირანის რეჟიმი ვიდრე ძალა შესწევს ალბათ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი მხარე ჩაითრიოს პროცესში, მაქსიმალურად დიდი ზიანი მოიტანოს, ასე დაატეროროს მსოფლიო ეკონომიკა, რომ საფრთხე შეუქმნას იქ ტვირთების გატარებას, განურჩევლად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ეს ტანკერები, ისინი სამიზნეში ამოიღებენ რამდენადაც ამას შეძლებენ. ნახოთ რამდენად საპასუხოდ მოახერხებს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები და ახლა უკვე საფრანგეთიც როდესაც ამ პროცესში ჩაერთვება, რომ ამ საფრთხეებს გაუმკლავდნენ. ყოველ შემთხვევაში ტრამპი ირწმუნება, რომ ამერიკის სამხედრო ძალები უზრუნველყოფს ტანკერების ესკორტირებას და პოლიტიკურ რისკების გადაზღვევასაც იღებს ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ თავზე. აქვე საგულისხმოა, რადგან თავდაცვის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, რომ ალბათ მოგეხსენებათ უკრაინის ჩართვა მოხდა ამ პროცესში. დიდი ამბავია ესაც უკრაინას მიმართეს მისი გამოცდილებიდან გამომდინარე დრონების გადაჭერის კუთხით და თხოვეს სპეციალისტების ჩართვა, გაიგზავნა შესაბამის შეიარაღებაც და სპეციალისტებიც და ამ ნიუსში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მინიმუმ 3 ქვეყანაში უკვე არის უკრაინის ჯგუფები შესული და იწყებენ საქმის კეთებას საუდის არაბეთში, ყატარში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. შესაბამისი არის ეს რუკაც, სადაც მსგავს, რომელიც სწორედ ამ ამბავს აღწერს ასეთი ვიზუალური სახით და ვიდრე დავასრულებ კიდევ ერთი ამბავი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების გარეშე ვერ დავასრულებ დღევანდელ ვიდეოს. როგორც თქვი, წინა ჯერზე მან ბრიფინგზე თქვა, რომ ოპერაცია მალე დასრულდება, თუმცა ისაც თქვა, რომ თუ საჭირო იქნება ჩვენ განმეორებით შეგვიძლია დავარტყათ ირანს და ეს დარტყმა შეიძლება იყოს უკვე უფრო მეტად გამანადგურებელიო. წინა ვიდეოში ვამბობდი, რომ ეს მინიშნება გაკეთდა ენერგოობიექტებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, რომ დაარტყას, მძიმედ დაარტყას ნავთობ გადამამუშავებელ სექტორს, ნავთობ მოპოვებას, ასევე ელექტროენერგიის სისტემებს და სწორედ ამაზე საუბრობს ამ შემთხვევაში უკვე ამ განცხადებაში ტრამპი, თუ მანამდე ასე კონკრეტულად არ დაუსახელებია რა ტიპის სამიზნეები შეიძლება გახდეს შემდგომი დარტყმის შემთხვევაში შერჩეული, ახლა დაასახელა ენერგოსექტორი და გააფრთხილა კიდევ ერთხელ ირანი, რომ ამის გაკეთება ძალიან მარტივად შესაძლებელია. Sections of Tehran and other places that if you do it, it'll be almost impossible for them to rebuild their country. And we don't want that. But we can hit electric, we could take apart their electric capacity within. ჭედავს, ნუ აქ ამბობს, რომ 1 საათში შეგვიძლია გავანადგუროთ მათი ენერგოსისტემა და ეს იქნება ისეთი დარტყმა, რომელსაც შემდეგ უკვე წლების განმავლობაში მის შედეგებს ვერ აღმოუყრიან და ვეღარ ააშენებენ ამ სისტემებსო. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ თუ მოგვიწევს აუცილებლად გავაკეთებთო. ანუ ეს წნეხი შენარჩუნდება, ამის თქმა მინდა, თუ შეჩერდება ეს სამხედრო ოპერაცია Epic Fury, იქ დარჩებიან ამერიკული ავიამზიდები, დარჩება სამხედრო რესურსები, რომელიც არის მობილიზებული იმ ეგიდით, რომ მოხდეს სწორედ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვა, იგივე კომერციული გემების ესკორტირება, გატარება ასე შემდეგ და მუდმივი წნეხის ქვეშ ეყოლებათ ირანის რეჟიმი იმ ეტაპზე, როდესაც უკვე მეორე ფაზა დაიწყება. იმ ეტაპზე, როდესაც კვლავ ხალხი გამოვა ქუჩაში და აგორდება ახალი ტალღა პროტესტის რეჟიმის შესაცვლელად, ეს იქნება დაზღვევა ერთგვარი დიდი ალბათობით და მუდმივად ჩააჭერენ ამ ამბავს, რომ თუ თქვენ გაწევთ წინააღმდეგობას, თუ დაიწყებთ ისევ ხალხის ხოცვას და არ დანებდებით უპირობოდ, რაც არის ტრამპის ღია მოთხოვნა, ის ითხოვს, რომ უპირობოდ უნდა დანებდეს ირანის რეჟიმი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, რომ უფრო მეტად დაგარტყათ და მოვახდინოთ სრული პარალიზება თქვენი, ყველა რესურსი უბრალოდ მოგისპოთ, რომელზეც დგახართ.
ამას გულისხმობს სწორედ ენერგორესურსებზე მუქარა და ამის ნიშნებიც უკვე ვნახეთ რამდენიმე დღის წინ მათ რამდენიმე ნავთობ რეზერვუარს და გადამამუშავებელ სისტემას უკვე დაარტყეს ირანის ტერიტორიაზე და აი ეს კადრი რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ და ძალიან საინტერესო სიმბოლური ამბავი რომელიც უნდა მოგიყვეთ სწორედ იმ მომენტში არის გადაღებული როდესაც ერთ-ერთი ნავთობ ობიექტი იწვოდა თეირანში იმიტომ რომ ეს კადრი ძალიან კარგად მახსოვს უზარმაზარი კვამლი წინ ერთ-ერთ ჩემ წინა ვიდეოში ნაჩვენები მაქვს ეს ამბავი ახლა აბსოლუტურად განსხვავებული რამ ხდება რომელიც მე ხშირად მithქვამს რომ ხალხის განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია და მუდმივად ვაკვირდები ყველა იმ ავთენტურ მასალას რომელიც ირანიდან გამოდის რა ჩანს იქ რა ისმის იქ და როგორი არის ხალხის განწყობა იმიტომ რომ ეს არის სწორედ განმსაზღვრელი და გადამწყვეტი სამომავლო პროცესისთვის შენარჩუნებულია თუ არა პროტესტი ერთის მხრივ არის თუ არა დემონსტრაციების პოტენციალი და მეორე როგორ რეაგირებენ ირანის მცხოვრებლები ადგილობრივი ხალხი ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ავიადარტყმებზე აი როგორ რეაგირებენ კონკრეტულად ეს ადამიანები ძალიან საინტერესო ვიდეოს ვნახავთ ახლა ჩვენ გენიალური არა რა სიტყვით მათი ქალაქი იბომბება მათი ობიექტები იწვის და ამათ ალბათ ისეთი უსაფრთხო გარემო აქვთ ძალიან მშვიდად არიან ალბათ ხელი არ მიუწვდებათ ამ ზონაზე ყოველ შემთხვევაში რეჟიმის ძალებს და აი რას აკეთებენ ისინი ბევრ რამეს ამბობ ყველაფერს ამბობს ეს ვიდეო ჩემი აზრით თავისუფალი ხალხი აი ესე ხედავს ამ პროცესს და ესე ხვდება აი ამ პროცესს ნამდვილად ემოციური მასალა არის აქვე საინტერესო თარგმანი გვაქვს ჩვენ რას მღერის ეს ადამიანი ტექსტი არის აი ესეთი არ აქვს მნიშვნელობა სხვები რა სიტყვიან ჩვენ ვართ ბედნიერები რომ ისლამურ რეჟიმს აყენებენ მძიმე დარტყმებს ამის წინააღმდეგი ხართ ომის წინააღმდეგი ასეთი კითხვა შემდეგ კითხეთ ჩვენ ირანელებს ვინც შეტევის ქვეშ ვართ ჩვენ ვხედავთ სინათლეს სიბნელის შემდეგ ჩვენ ვიცით სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე მოდის დრო რომ დავიბრუნოთ უკან ჩვენი ქვეყანა აი ესეთი ტექსტია აქ ამოშიფრული აი ამ სიმღერის რომელსაც ეს ორი ახალგაზრდა აქ მღერის ისინი ხედავენ სინათლეს სიბნელის შემდეგ და ჯერათ რომ პროგრესი გაიმარჯვებს იმ რეჟიმზე რაც არის მათ ქვეყანაში უკვე 47 წელია რომელი რეჟიმის არსებობის პირობებშიც ეს ახალგაზრდები დაიბადნენ და ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ თუ ეს ყველაფერი ისე დარჩა როგორც არის სწორედ ამიტომ იბრძვიან სწორედ ამიტომ წირავენ თავს სწორედ ამიტომ გამოვიდნენ იანვრის თვეში გარეთ და მათ უხარიათ ფაქტია ის რაც ხდება აღარ გავაგრძელებ დანარჩენი დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე როგორ ელოდებით შემდგომ განვითარებას პროცესების და გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ დაგიბრუნდებით ძალიან მალე მე მგონია რომ ახალ ფაზას უახლოეს დღეებში ვნახავთ მანამდე თვალი მივადევნოთ Epic Fury-ის მიმდინარეობას და დავაკვირდეთ რა მოხდება არა მხოლოდ ირანში არამედ მის გარშემო რეგიონში სულ ეს იყო ამ დროისთვის მოკლედ დიდი მადლობა ყურადღებისთვის თუ სურვილი გაქვთ მხარდაჭერის ჩაერთეთ დონაციაში მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ და აქვე ყველას დიდი მადლობა ვინც უკვე აკეთებთ ამას დროებით მოკლედ ნახვამდის დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე